დაბნელებების დერეფანში ვართ და უნდა ვისაუბროთ დამატებით ამ თემაზე, ხო, როგორ გავიაროთ ეს პერიოდი. ალოსანტოც მინდა ხეს დავარქებ. მოკლედ მეგობრებო, ვინც უყურეთ ჩემ წინა ლაივებსაც, იქაც ვამბობდი და გავთხილებდით, რომ ვართ უკვე ეგრეთ წოდებულ დაბნელებების კორიდორში 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით. შესაბამისად, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორი პერიოდია, დავუშვათ რისთვის არის კარგი, რისგან უნდა შევეკავოთ თავი, ამაზე დამატებით უნდა ვისაუბროთ, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ცოტა ეშინია სიტყვა დაბნელებების, ხო, და უნდა გავშიფროთ, რას ნიშნავს. დაბნელებები ზოგადად ტერიტორიებში ორჯერ ხდება ხოლმე, ეს როგორც ასტროლოგიური, ასევე ასტრონომიული მოვლენაა, როდესაც იდეალურად, ესე იგი, დგება დედამიწა მთვარეს და მზეს შორის, მაშინ ხდება მთვარის დაბნელება. როდესაც მთვარე დგება მზეს და დედამიწას შორის იდეალურად გრადუსულად, მაშინ ხდება მზის დაბნელება. ხო, ამიტომ ეს არის ისეთი უნიკალური მოვლენა თავისი არსით, ხო, რომელიც გვეხმარება, რომ ასე ვთქვათ, მოვემზადოთ ერთგვარი ცვლილებებისთვის. ოდითგანვე დაბნელებების პერიოდი, ხო, ჩვენი წინაპრებისთვისაც ითვლებოდა განულების პერიოდად, გასუფთავების, გაწმენდის, ან როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ უარი იმაზე, რაც აღარ გვემსახურება, რაც აღარ ემსახურება ჩვენს უზენაეს მეს და ჩვენს სულიერ ზრდას და განვითარებას. ამიტომ ეს პერიოდი დაბნელებები რომ ქვია, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ტრაგიკულად უნდა მივიღოთ და უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ძალიან დადებითად შეიძლება გამოყენება ამ პერიოდის. უბრალოდ მნიშვნელოვანია გარკვეული რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და რა არის ახლა ეს რეკომენდაციები, ხო? პირველ რიგში, რაც კატეგორიულად არ შეიძლება დაბნელებების პერიოდში, ეს არის კონფლიქტები. კონფლიქტები ნებისმიერი სახის, იმიტომ რომ შეიძლება ფატალურად დამთავრდეს, ვინაიდან ეს მაინც არის ეგრეთ წოდებული სავედისწერო პერიოდი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ასტროლოგიური ბედობაა ფაქტობრივად ეს დაბნელებების კორიდორი, რომ გვაქვს ხოლმე ბედობა, ანუ რასაც ახლა გააკეთებთ, ის დაგებედებათ, ხო? შემდეგ დაბნელებებამდე. ანუ შემდეგ წლამდე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კარგი რაღაცები დავაპროგრამოთ და დავიბედოთ, ასე ვთქვათ. ამიტომ ნებისმიერ სახის კონფლიქტები, ნეგატივი, ეს დეპრესიულობა, შიშები, ეს ყველაფერი უმჯობესია რომ მოვიცილოთ ეს პერიოდი და მაქსიმალურად 7-დან მივიღოთ ეს დაბნელებების პერიოდი, ხო? 7-დან გავიაროთ. ესე იგი, მთვარის დაბნელება უკვე იყო, მეგობრებო, 7 სექტემბერს. შეგვიძლიათ დაწეროთ კომენტარებში თქვენთვის როგორ ჩაიარა ამ დღემ და მზის დაბნელება გველის ახლა ამ წლის ბოლო დაბნელება, ეს იქნება 21 სექტემბერს, მეგობრებო, გვექნება მზის დაბნელება ქალწულში და 22-დან უკვე შევა მზე სასწორში, ხო? და საკმაოდ საინტერესო პერიოდიც იწყება. რა უნდა გავითვალისწინოთ უკვე მზის დაბნელების პერიოდისთვის? ვინაიდან მზის დაბნელება ყოველთვის ემთხვევა ახალ მთვარეობას, ჩვენ შეგვიძლია რომ ახალ მთვარეობის დღეს 21 სექტემბერს რომ გავაკეთოთ ერთგვარი მანიფესტაცია ან ჩავიფიქროთ სურვილი, მაგრამ შეგეძლოთ მხოლოდ ის სურვილი ჩავიფიქროთ, რაშიც 100%-ით ხართ დარწმუნებული, რომ გინდათ, იმიტომ რომ დაბნელების პერიოდში ნებისმიერი მანიფესტაცია, რიტუალი, ლოცვები, წმენდები, ყველაფერი ასმაგად უფრო ძლიერად მიდის, მეგობრებო. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს გავითვალისწინოთ, ხო? რომ ჩაიფიქროთ მხოლოდ ის სურვილები, რაშიც ხართ დარწმუნებული, ხო? რომ აუცილებლად გინდათ რომ მოიზიდოთ, იმიტომ რომ ყველაფერს აძლიერებს ეს დაბნელებები, ხო? როგორც გაწმენდას, ასევე სურვილების ასრულებას. თუმცა ეხლა ცოტა ნეგატიურზეც უნდა ვისაუბროთ, ხო? ნეგატიური მხარე რა აქვს ახლა ამას, ხო? ვინაიდან ეს არის დაბნელებების პერიოდი, საბედისწერო თავისი არსით. რასაც ამ პერიოდში გააკეთებთ და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, მე ვეღარ შეცვლით. ამიტომ ეს არის ცოტა ისეთი ნეგატიური მხარე, ჩრდილოვანი მხარე ამ დაბნელებების, ხო? რომ რასაც გააკეთებთ ეს პერიოდი, ის მე აღარ შეიცვლება.
ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ, ხო? ამიტომ ნებისმიერ სახის სერიოზული ოპერაციები დავუშვათ, ან თუნდაც ექიმთან კონსულტაცია, ან სხვადასხვა სახის პროცედურები, თუნდაც კოსმეტოლოგიური უმჯობესია გადადოთ. რატომ? იმიტომ რომ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შეცდომა ყველას მოსდის და, ზოგი შეცდომა სამედიცინო შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, თუ არ არის საჩქარო, უმჯობესია გადავდოთ უკვე 21 სექტემბრის მერე რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ხო? ასე დავიზღვევთ თავს. რაც შეეხება შენაძენებს. შენაძენები თუ რაიმე სერიოზული შენაძენი არ არის, აი სახლის შეძენა მაგალითად, ხო? რაღაცა უძრავი ქონების ან თუნდაც გასხვისება, ხო, გაყიდვა. შეიძლება აი წვრილმანი ნივთების ახლა რაც ყოველდღიურობაში გჭირდებათ, შეიძლება შეიცინოთ, რა თქმა უნდა. და ხშირად მეკითხები ხოლმე დაოჯახებაზე, რომ აი დაოჯახება თუ შეიძლება ამ პერიოდში და აქ ერთი რაღაც უნდა ვთქვათ. დაოჯახება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თქვენ თუ დარწმუნებული ხართ ამ ადამიანში, რომ ეს ადამიანი გინდათ თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ დაბნელებების კორიდორის მსვლელობის პერიოდში დაოჯახება ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, კარმულად, ენერგეტიკულად, ასტროლოგიურად, აი ყველანაირად იბავთ ამ ადამიანს და თქვენც ებმებით მას. ანუ შემდგომში რომ გაცილდეთ ერთმანეთს იურიდიულად, ასტროლოგიურად და კარმულად და ენერგეტიკულად ვეღარ გაცილდებით. ამიტომ უნდა დაფიქრდეთ, რამდენად ღირს ეს ყველაფერი და რამდენად ეს ის ადამიანია, ვისაც შეგიძლიათ რომ აი თვალდახუჭული ცენდოთ, ხო? იმიტომ რომ არის შემთხვევები, რომ დაბნელების კორიდორის პერიოდში შეიქმნა ოჯახი, რაღაცა ვარდისფერი სათვალეები ჰქონდათ ერთმანეთზე და მერე უცბად აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ადამიანი ყოფილა და უამრავი პრობლემა აქვთ ხოლმე და აი ვეღარ ცილდებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს დაბნელებების კორიდორში რომ მოხდა შეუღლება, მორჩა, მანდ დამთავრებულია ფაქტობრივად. ეს არის როგორც რაღაცა კარმულ კონტრაქტზე რო ხელს მოაწერა, ეს ქმნის ძალიან ძლიერ კავშირს ადამიანებს შორის, ისეთ კავშირს, რასაც მხოლოდ იურიდიულად ვერ გავწყვეტავთ, იქ სხვანაირი წყვეტაც სჭირდება უკვე, ხო? და გარანტია არ გვაქვს, რომ შეწყდება ეს ყველაფერი, ძალიან რთულად. ამიტომ უმჯობესია, რომ ეხლა დაოჯახებაზე, არ არის მაინც რეკომენდირებული. მაგრამ თქვენ თუ ძალიან გინდათ რომ ესე იგი ეს კავშირი იყოს ფაქტობრივად სამუდამოდ და ასე შემდეგ ამ რეინკარნაციაში და შეიძლება შემდეგებშიც, მაშინ კი ბატონო შეიძლება ამის გაკეთება. თუმცა გაფრთხილებთ, შეიძლება მერე ინანოთ და გვიანი იქნება. ფაქტობრივად გვიანი იქნება. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა მერე ასეთი კავშირების გაწყვეტად შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება, აი ძალიან დიდი და ამიტომ კარგი რომ ეს გავითვალისწინოთ, ხო? კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ მეგობრებო, ეს პერიოდი, რა ტრანზიტები გვაქვს. 18 სექტემბერს ვენერა, ფინანსების და სიყვარულის პლანეტა, შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს მეგობრებო, შევა ომიდან ქალწულში და ქალწულებს დაეწყებათ კარგი პერიოდი ფინანსურად და პირადი ურთიერთობების კუთხით. და ეს რა თქმა უნდა შეეხება სხვა ნიშნებსაც, ხო, მიწის ნიშნებს, ეს არის ყურო და თხის რკაც, ხო? თუ თქვენს პირად რუკაში პერსონალური ტრანზიტებიც ემთხვევა ისე დადებითად, რომ თქვენ შეგიძლიათ დავუშვათ ახალი ფინანსური წამოწყებები და ბიზნეს გაფართოება ან ბიზნესის დაწყება, ხო? შემდგომში რა თქმა უნდა შეიძლება რომ ეს პერიოდი თქვენთვის ძალიან კარგად წარმართოს, ხო და ძალიან იღბლიანად. ამიტომ პერსონალურ ტრანზიტებსაც გააჩნია აქ, თუმცა ზოგადად ვენერა რომ შედის ქალწულში, ეს არ მხოლოდ ქალწულებისთვის არის ხოლმე კარგი პერიოდი ფინანსურად, არამედ მოზმენიშნებისთვისაც, ანუ დღესთვის და ყუროსთვის, რა თქმა უნდა, მათთვის კარგი პერიოდია ხოლმე. მე თან კომპიუტერი ჩემო, მეგობრებო, თქვენი კითხვები რა წავიკითხოს, ტელეფონში არ მიჩენს.
რემონტის დაწყება ტექნიკის შეზნან რაიმე ახალი უნარი შესწავლა რამდენად რეკომენდირებულია? აჰა, საინტერესო კითხვა. ტექნიკის შეძენა, რემონტის დაწყება და რაიმე სახის ახალი უნარის შესწავლა არ არის მაინც რეკომენდირებული ამ პერიოდში. იმიტომ რომ ეს პერიოდი არის ძალიან საბედისწერო. ახლა რემონტის დაწყება რომ ხდება დაბნელების პერიოდში შეიძლება გაიწელოს უსასრულდეს რემონტი და სულ რემონტი იყოს. ჩვენ ხომ აღნიშნეთ რომ დაბნელებები არის ბედობა და ახლა გამოდის რომ მუდმივ რემონტს დაიბედებთ, ხო? რაში გვინდა ეგ ყველაფერი? და ტექნიკის შეძენას რაც შეეხება, მაინც არ არის რეკომენდირებული. კი, იმიტომ რომ დაბნელების პერიოდში შეიძლება ძალიან ისე საბედისწეროდ და ფატალურად შემოbrunდეს ყველაფერი. ამიტომ რაღაცა სერიოზული შენაძენები არ ვარგა. და ასევე სერიოზული წამოწყებებით. ახლა რაღაცა წვრილმანების ყიდვა, ახლა რაც ყოველდღიურობაში გვჭირდება, რა თქმა უნდა შეიძლება. რაც შეეხება ახალი უნარის შეძენას, აქ გააჩნია კიდე რას ვგულისხმობთ. ახლა თუ არის სწავლის დაწყება, რაღაცა კურსის დაწყება, ვიტყოდი რომ მაინც არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ სერიოზული ნაბიჯია. გააჩნია აქ რა უნარზეა კიდევ საუბარი, რა თქმა უნდა. ახლა ადმინებს ვთხოვ რომ დააწერონ კომენტარებში ძალიან ბევრი ჩვენი მომხმარებელი და გამომწერი ვერ პოულობს ამ ჩვენი სერვისების ჩამონათვალს და ვთხოვ ჩვენს ადმინებს რომ დაწერონ კომენტარებში. აჰა, აი, გამოჩნდა. ხედავთ ხო, მეგობრებო? აქ არის უკვე ეს ჩამონათვალი. კი, აი გამოჩნდა. და მოდით განვიხილოთ თითოეული სერვისი. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი მე გვწერს რომ ეს რას ნიშნავს და ბარემ ერთ ლაივში მინდა რომ ახსნა თითოეული სერვისი, აი ვის რა ჭირდება და რატომ, ხო? და თქვენ უფრო მარტივად არჩევთ, აი რა სერვისი გჭირდებათ ჩვენი, ხო? პირველი ახლა აქ როგორც ხედავთ კომენტარებში რაც არის ჩამონათვალი, ეს არის რა თქმა უნდა პირადი რუკის შედგენა და ანალიზი, როგორც წერილობით, ასევე ვიდეო ჩანაწერის სახით. ეხლა ეს საინტერესო მომენტია, ხო? პირადი რუკა არის იგივე ჩვენი პერსონალური ჰოროსკოპი, ხო? ნატალური რუკა იგივე, ხო? რაც ყველამ უნდა იცოდეს, ეს არის როგორც ანბანი ამ შემთხვევაში. ეს აუცილებელია რომ იცოდეთ თქვენი პირადი რუკა, იქ ჩანს თქვენი კარმული მისიაც, რა პლანეტებზე დაიბადეთ, რა პოტენციალი გაქვთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, ყველაფერი ჩანს, მოკლედ პირადი რუკაში ეს არის საბაზისო, რაც უნდა იცოდეთ ყველამ თქვენ თავზე. ეს გვაქვს ორ ფორმატში, როგორც წერილობითი ანალიზის სახით, ფაილად იგზავნება, Word ფაილად, ან გვაქვს ვიდეო ჩანაწერის სახით. ახლა ვიდეო ჩანაწერის სახით ეს უკვე მეილზე იგზავნება, დრაივზე იქნება ატვირთული და გადმოწერთ. მაგრამ გადმოწერა აუცილებელია, იმიტომ რომ მე მეილის, კონკრეტულად დრაივის მეხსიერება რომ ივსება ხოლმე და მალე ივსება ჩვენი, იმიტომ რომ ვაგზავნით ხოლმე, შემდგომში რამოდენიმე დღე გაქვთ იმისთვის რომ გადმოწეროთ ან ტელეფონში ან კომპიუტერში, იმიტომ რომ მე წაიშლება დრაივიდან და მალე ჩვენი სისტემიდანაც მე იშლება ხოლმე ავტომატურად. ამაზე ვაფრთხილებთ ხოლმე მომხმარებლებს, მაგრამ მაინც ვამბობ რომ იცოდეთ ხო, ვისაც ვიდეოს ფორმატით გირჩევლიათ, ჩანაწერის ფორმატით, რომ ეს გაითვალისწინოთ, რომ მე უნდა გადმოწეროთ აუცილებლად, იმიტომ რომ წაიშლება რამდენიმე დღეში. შემდეგი რაც წერია, ეს არის ფინანსური რუკა. ფინანსური რუკა ეს წერილობითი ფორმატის სერვისია, Word-ის ფაილის სახით მიიღებს წერილობით ანალიზს, იქ ჩანს როგორც თქვენი კარმული მისია, ასევე პლანეტების მდებარეობა და მათი ანალიზი და კონკრეტულად ჩანს იმის ახსნა, ანალიზი, თქვენი პერსონალური რუკის მიხედვით დგება ფინანსური რუკა. იმის ანალიზი იწერება თუ რა გჭირდებათ გაკეთოთ იმისთვის, რომ მოიზიდოთ ფინანსები მარტივად. ანუ ეს არის უკვე საკმაოდ საინტერესო, ვისაც ფინანსების საკითხი გაინტერესებთ მათთვის, ხო? და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს რუკა არის მუდმივი, ანუ მთელი ამ რეინკარნაციის განმავლობაში ეს იქნება აქტუალური თქვენთვის, ხო? შემდეგი არის სასიყვარულო რუკა.
სასიყვარულო რუკა ასევე არის წერილობითი სერვისი. სასიყვარულო რუკა არ უნდა შეგუშალოს თავსებადობაში, იმიტომ რომ ეს არ არის თავსებადობა. სასიყვარულო რუკა არის უკვე თქვენი სასიყვარულო პირადი მოთხოვნილებების ანალიზი ასტროლოგიურად, როგორი პარტნიორი გჭირდებათ და პოტენციურად როგორც მოიზიდავთ. ამის ანალიზია უკვე ესეც ფაილის სახით იგზავნება წერილობითად. ჯანმრთელობის რუკა. ეს უკვე არის, რა თქმა უნდა, იმის ანალიზი თუ რა დაავადებებისკენ ხართ მიდრეკილი პლანეტების განლაგების მიხედვით და აი ყოველთვის ემთხვევა ხოლმე, იმიტომ რომ პლანეტები განლაგებს ჩვენს ჯანმრთელობასაც რეალურად, ხო? ეს ამის ანალიზია. ასევე წერილობითი ფორმატის არის. კიდევ წერია სინასტრია, ხო? ანუ იგივე თავსებადობა პარტნიორთან. აი რამდენჯერ მოუწერიათ, რომ ეს სინასტრია რა არის, სინასტრია რა არის. სინასტრია, მეგობრებო, ასტროლოგიური ტერმინია, რომელიც ნიშნავს თავსებადობას პარტნიორთან. ესე იგი, ორი ადამიანის სასიყვარულო თავსებადობა, არა მხოლოდ სასიყვარულო, აი ბიზნეს სინასტრიაც არსებობს. აი დავუშვათ თქვენს ბიზნეს პარტნიორთან რამდენად თავსებადი ხართ. მაგის გამოთვლაც შეიძლება, თუმცა ძირითადად ეხა, რა თქმა უნდა, სასიყვარულო სფეროში აინტერესებთ ხოლმე. სინასტრია არის თავსებადობა მეორე ადამიანთან. ეს გვაქვს როგორც წერილობითი ფორმატით, ასევე ვიდეო ჩაწერის სახით აქ წერია ჩამონათვალში, მეგობრებო, ხო, რაც დააკომენტარა ჩვენმა ადმინმა თქვენთვის, ხო, რომ შეგენახოთ. იმიტომ რომ ზოგი ვერ პოულობს ჩვენ გვერდზე ამ ჩამონათვალს. ეხლა სინასტრისთვის რა გვჭირდება? ორივე პარტნიორის მონაცემები, დაბადების თარიღები და წლები არის აუცილებელი. ეხლა თუ საათები არ ვიცით, არ იქნება პრობლემა. მაინც შედგება სინასტრია. ამ შემთხვევაში გვაქვს კიდევ ერთი წლის პერსონალური პროგნოზი და ერთი წლის პერსონალური კალენდარი. ეს ორივე სერვისი ცალ-ცალკე სერვისია, კალენდარი ცალკეა, პროგნოზი ცალკეა. ეხლა რა სხვაობაა კალენდარს და ისე ტრანზიტულ პროგნოზს შორის? ხშირად მწერენ ამას ხოლმე და ბარემ აქ გაგცემთ პასუხს. კალენდარი არის კალენდრის ფორმატით, იქ წერია თქვენი ერთი წლის განმავლობაში ყველა დღე, ესე იგი, არის გაფერდებული მწვანედ, წითლად და ნეიტრალურ ფერებში, ხო? ანუ მწვანე იქნება დადებითი დღე ბიორითმების მიხედვით, წითელი ნეგატიური და შედარებით ისეთი ნეიტრალური ფერები, რაც არის, ესე იგი, ნეიტრალური, ხო? ეს ითვლება პერსონალურად თქვენი დაბადების თარიღის და წლის მიხედვით და საათიც თუ ვიცით, კარგია, ხო? თუმცა კალენდრისთვის საათი აუცილებელი არ არის. ეს ითვლება ბიორითმების მიხედვით ინდივიდუალურად თქვენზე, ესე იგი, რა დღე იქნება ნეგატიური და პოზიტიური ამ ერთი წლის განმავლობაში, ხო? შემდგომში ერთი წლის პერსონალური პროგნოზი, რაც არის, ხო, იგივე ტრანზიტული პროგნოზია. ეს არის უკვე წერილობითი ფორმატის არის ესეც, რა თქმა უნდა. ეს არის უკვე, მინიმუმ ასე, რამდენი, მინიმუმ 45-50 გვერდია ხოლმე, მინიმუმ ერთი წლის პროგნოზი, იმდენად ვრცელია. ესე იგი, ეს არის ასტროლოგიური ტრანზიტული პროგნოზი პერსონალური თქვენი ერთი წლის განმავლობაში, ხო? ანუ რომელ თვეშიც შევუკვეთავთ, აი დავუშვათ ეხლა რომ შევუკვეთავთ სექტემბერში, შემდეგი წლის სექტემბრის ჩასვლით იქნება მოცემული პროგნოზი, ხო? თვეების მიხედვით გაწერილი თავის ახსნები. შემდგომში გვაქვს ასეთი სერვისი, ხო, ნუმეროლოგია რო წერია, ეს აუხსნათ რას ნიშნავს. ესეც არის წერილობითი სერვისი. აქ არის უკვე პითაგორას კვადრატის გამოთვლა, ადამიანის ნუმეროლოგიური მახასიათებლები, მისი ერთი წლის პროგნოზი, მისი კარმული მისია ნუმეროლოგიის მიხედვით, მოკლედ საკმაოდ საინტერესო სერვისია ესეც და არის წერილობითი ფორმატის, ხო, ფაილის სახით წერილობით ანალიზს თავის ახსნებით გასაგებად მიიღებთ, ესე იგი, მესენჯერში ან მეილზე. შემდგომში გვაქვს ბედის მატრიცის და ადამიანის დიზაინის ანალიზი ვიდეო ჩაწერის სახით. ეხლა ძალიან საინტერესოა. ბედის მატრიცა, ეხლა ძალიან გაპიარებულია ინტერნეტში და სანამ ძალიან გაპიარდებოდა ჩვენ გვქონდა ეგ სერვისი უკვე. მოკლედ, ბედის მატრიცა რა არის? ეს არის უკვე ციფრული ნუმეროლოგია. თანამედროვე ციფრული ნუმეროლოგია არის არქეტიპების ნუმეროლოგია, ხო? აი ამაზე ვიდეოც მქონდა არქეტიპებზე და ძალიან დაგაინტერესათ. ზუსტად ბედის მატრიცაში თქვენ გაიგებთ, რომელი არქეტიპების წარმომადგენელი ხართ, ხო? რა კარმული მისია გაქვთ ბედის მატრიცის მიხედვით და ერთი წლის ან წელიწადნახევრის პროგნოსტიკას არკანების მიხედვით გაიგებთ უკვე ბედის მატრიცის სერვისში. ბედის მატრიცა გვეხმარება გავიგოთ რა ტალანტები გვაქვს, რა პოტენციალი, როგორი პიროვნება ვართ, რა პროგრამები გვაქვს დასახური ნუმეროლოგიურად, ხო? ეს არის ნუმეროლოგიური ანალიზი, რომელიც არქეტიპების გამოთვლასაც მოიცავს.
ეს არის ვიდეო ჩანწერის სახით ეს ფორმატი, ხო და იქ რო წერია პლუს ადამიანის დიზაინის ანალიზიო, ეს საკმაოდ საინტერესოა ჩვენთან, არა მხოლოდ ბედის მატრიცას, არამედ თანამედროვე human design, ანუ ადამიანის დიზაინის ანალიზსაც მიიღებთ, ხო, მოკლედ, ვიდეოს ბოლოს მიიღებთ ჩემგან ამ ანალიზს. ზოგადად საქართველოში არც მისმენია, რომ ვინმეს ადამიანის დიზაინის გაშიფრვაზე რამე სტატია ქონდეს, იმიტომ რომ ეს იმდენად დასავლური და თანამედროვე მიმდინარეობაა, თუ შემეცდების, რომ არც არის დიდად შემოსული ჩვენთან, ეს მარტო ჩვენ გვაქვს ადამიანის დიზაინის ანალიზი. ეს არის უკვე როგორც ასტროლოგიური ცოდნის, ნუმეროლოგიის, ეზოთერიკის, კაბალას სწავლების, აი ყველაფრის სინთეზი არის უკვე ადამიანის დიზაინი და საკმაოდ საინტერესოა მოკლედ ამის ახსნად შევა ამ ვიდეო ჩანწერში და რა თქმა უნდა გამოიგზავნება მეილზე ეს ვიდეო ჩანწერი და შემდგომში უნდა ჩამოტვირთოთ აუცილებლად ამ ტელეფონში ან კომპიუტერში, ხო? აქ გვაქვს კიდევ შემდეგი სერვისი. გვაქვს თარიღის გამოთვლა, ხო? აქ წერია ან ბიზნესის დაწყება, ან საკეისრო, ხო? თარიღის გამოთვლაც არის როგორც წესი წერილობითი სერვისი, თუმცა თარიღის გამოთვლა კონსულტაციაზე გასაუბრების შემთხვევაშიც განიხილება ხოლმე ვისაც აინტერესებს. ნუ მნიშვნელოვანი თარიღების გამოთვლა, ეხლა დაოჯახების თარიღი, ან ბიზნესის დაწყების, ან საკეისროს თარიღის გამოთვლა, ეგ სერვისი გვაქვს. ეს არის წერილობითი სერვისი, მიიღებთ ფაილის სახით ამ ანალიზს, ხო, თავის გამოთვლებით და ახსნებს თუ რატომ არის ეს დღეები კარგი. შემდგომში 1 საათიანი ონლაინ კონსულტაცია თქვენი საყვარელი სერვისი, მოკლედ და ამ კვირაში გვაქვს კიდევ თავისუფალი ადგილები, ვისაც გინდათ რომ ჩაეწეროთ. ესე იგი 1 საათიანი ონლაინ კონსულტაცია, ეს არის ონლაინ ჩართვა გასაუბრება ჩემთან. ხო, ვისაც გაინტერესებთ თქვენი პირადი რუკის განხილვა, ხო, ჩემთან ერთად რომ განიხილოთ ეს ყველაფერი, რა კითხვაც გაქვთ დამისვათ და თავიდან ავხსნი, განვიხილავ ყველაფერს, ხო, აქ განიხილება არა მხოლოდ თქვენი რუკა, თუ ჩავიტევით ამ დროში, შემდგომში ახლობლების რუკასაც განვიხილავ ხოლმე, ხო, დაუშვათ ან პარტნიორთან თავსებადობაც განიხილება, პროგნოზიც განიხილება, ხო, 1 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოკლედ, თუ გინდათ ჩემთან პერსონალურად გასაუბრება იმ საკითხზე, რაც გაინტერესებთ, ამ შემთხვევაში უნდა აიღოთ 1 საათიანი ონლაინ კონსულტაცია. გვაქვს ხოლმე ძირითადად WhatsApp-ის საშუალებით ეს ვიდეო წერები, კი არა და ჩარტვები, ხო, ეს კონსულტაცია და ჩაწერა არ შეიძლება, მხოლოდ კონსპექტი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. მოკლედ, ეს ონლაინ კონსულტაცია შეიძლება მოხდეს Zoom-შიც, გვქონდა მსგავსი პრეცედენტები, რომ ვისაც WhatsApp-ი არ აქვს, Zoom-ში გვქონდა ხოლმე ან Google Meet-ში ჩარტვები, ან ნებისმიერ სახით შეიძლება მოხდეს ეს ონლაინ ჩართვა, არ არის პრობლემა. შემდგომში ბოლო სერვისი გვაქვს სოლარის ტრანზიტის გამოთვლა. სოლარის ტრანზიტი რა არის? ეს ბევრი მწერს ხოლმე რა არის სოლარიო. სოლარის ტრანზიტი, მეგობრებო, ეს არის უკვე პროგნოზი 1 წლიანი. ოღონდ თქვენი დაბადების დღიდან, ესე იგი რა დაბადების დღეც გექნებათ წელს შემდეგ დაბადების დღემდე. ესე იგი რას გაივლით და სოლარის ტრანზიტის გამოთვლა არის საკმაოდ ხელსაყრელი მათთვის, ვისაც უნდა გაიუმჯობესოს თავისი 1 წლის პროგნოზი. გქონია მსგავსი პრეცედენტი, რომ დაუშვათ მძიმე ტრანზიტები გამოდის საქართველოში თუ შეხვდა ადამიანი თავის დაბადების დღეს. თუ შეხვდა დაუშვათ ესპანეთში, სადღაც იტალიაში დაждდა ძალიან იღბლიანი ტრანზიტი, გადაფრინდა იქ შეხვდა დაბადების დღეს და 1 წელი იდეალურად წაუვიდა, მაგრამ აქ რო შეხვედრილი იყო ცუდი ტრანზიტი დაждდა, დაუშვათ მერვე სახლის და ექნებოდა სუკრიზისები და ტრანსფორმაციები, ხო? ხდება მსგავსი პრეცედენტი, რომ სად შეხვდებით თქვენს დაბადების დღეს, ამას აქვს 1 წლის პროგნოზზე პირდაპირი გავლენა. შეიძლება პირიქით მოხდეს, რომ ეს საქართველოში თუ შეხვდეს, უფრო კარგი ტრანზიტები დაждდეს. მოკლედ, ამის გამოთვლა არის სოლარის ტრანზიტი, ხო? ესეც არის წერილობითი სერვისი, მეგობრებო და მიიღებთ წერილობით ამ სერვისს. სოლარის გამოთვლა შეიძლება კონსულტაციაზეც, ოღონდ ვიმეორებ, დროში უნდა ჩავეტიოთ. 1 საათი, ახლა თუ სოლარიც გვინდა და ისე ტრანზიტებიც გვინდა და ყველაფერი გვინდა, 1 საათი არ არის ის დრო, რაც გვეყოფა. ამიტომ ხშირად 2 საათიან კონსულტაციასაც იღებენ ხოლმე და გვქონია პრეცედენტი, რომ 3 საათიანი კონსულტაციაც გვქონდა მომხმარებელთან და ყველაფერი განვიხილეთ, რაც აინტერესებთ. ანუ 3 საათიანი კონსულტაციებიც გვაქვს, ოღონდ წინასწარ უნდა შევთანხმდეთ, რომ 3 საათიანი გინდათ. და ნუ რა თქმა უნდა, ტარიფიც სხვა არის, ხო?
ხო, ეს სერვისები მეგობრებო განვიხილეთ. შემდგომში ამ ჩანაწერს შევინახავთ, ვინც ვერ დაესწრო, გადაახურონ და თავიდან ნახავენ, მინდოდა ამ სერვისების განხილვა ლაივში, იმიტომ რომ ერთი და იგივე კითხვები მოგდის ხოლმე, რომ აი სოლარი რა არის, სინასტრი რა არის, აი ამ სერვისში რა განიხილება, მოკლედ ეს ყველაფერი რომ მოგდის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ბარემ აქ განვიხილოს და ერთი სერვისი ჩაუნათვალში არისო? ერთი სერვისი გამოგვრჩა მგონი პროფესიული რუკა, ხო, პროფესიული რუკა გამოგვრჩა, ამასაც განვიხილავ. პროფესიული რუკა ეს არის უკვე პროფ ორიენტაცია, ანუ რა პროფესია შეგეფერებათ, რომ მოიზიდოთ წარმატება თქვენ ცხოვრებაში. რა სფეროებში იქნებით წარმატებული, რა პროფესია შეგეფერებათ, ამის ახსნა არის უკვე თქვენი პერსონალური რუკის მიხედვით. წერილობითი სერვისია ესეც როგორც ფინანსური რუკა. ამიტომ ახლა ხშირად გქონია ხოლმე რომ აი დავუშვათ წერენ აბიტურიენტები და მათთვის არის ძალიან გამოსადეგი ეს სერვისი. იქ შემდგომში ჩამონათვალი არის რომ რა პროფესიებია მათთვის კარგი და მაგის მიხედვით არჩევენ ხოლმე უკვე სად ჩააგვარონ. კი მსგავსი პრეცედენტები გქონია, ხო? მაგრამ არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის ახლა ვისაც ახალი სფეროს დაუფლება უნდა, ან თავისი სფეროს ცვლილება უნდა, მათთვისაც ძალიან კარგი სერვისია პროფესიული რუკა. ანუ პროფ ორიენტაციისთვის იდეალურია პროფესიული რუკა. და კიდევ ხშირად გვწერენ ხოლმე რომ აი ფინანსური რუკა რო შევადგინო, შეიძლება ისე შევადგინო, ანუ ისე შეგიკვეთოთ, რომ პირადი რუკა ჩემი არ მქონდეს გაკეთებული, კი შეიძლება. ანუ შეიძლება პირადი რუკა დავუშვათ არ იცოდეთ თქვენი, მაგრამ ფინანსურ რუკას რომ შეგვიკვეთავთ, იქ პირადი რუკის ანალიზი ისედაც ხდება და მაგის მიხედვით უკვე იწერება თქვენი ფინანსური რუკა. ანუ არ არის აუცილებელი რომ ერთი სერვისი აუცილებლად გაკეთებული გქონდეთ რომ მეორე მიიღოთ, ანუ ეს ასეა, თუმცა ორივე შეგიძლიათ რომ აიღოთ, რა თქმა უნდა. მოკლედ ვფიქრობ ყველა აქტუალურ შეკითხვას მოპასუხე სერვისებზე. ერთი და იგივე კითხვები რომ აღარ მოვიდეს მერე ჩვენს პირადში. და რამე კითხვა თუ გაქვთ კიდევ ჩვენ სერვისებზე, დააკომენტარეთ აქ, ან ისევ წერეთ პირადში და თავიდან აგიხსნით რამე თუ იყო გაუგებარი. და ეხლა ვნახავ კიდე რა კომენტარები დაგროვდა, ეს კომპიუტერით შემოვალ. თუ ურთიერთობის დასწრებში ყველაფერი თითქოს კარგად იყო, მაგრამ შემდეგ ძალიან ტოქსიკური გახდა ერთი პარტნიორისთვის, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გვეცოდება, თუმცა თავად ჩვენ აღარ გვინდა ეს კავშირი, რადგან გვფიტავს. მაშინ ამ დაბნელებების დროს ჯობს დავშორდეთ თუ როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. აჰა, საინტერესო კითხვაა. ამ შემთხვევაში ახლა როგორ ჩანს რაღაცა კარმულ კავშირს აქ ადგილი, ანუ ყველანაირი ნიშანი აქვს ამას კარმული კავშირის. გაზაკუთრებით ახლა როგორ შეიძლება რომ კარმული კავშირი გავარჩიოთ. ადამიანს რო გაიცნობ და გაქვს შეგრძნება რომ მთელი ცხოვრება იცნობ, ეს ნიშნავს რომ მორჩა ეს არის კარმული კავშირი, ხო? წინა რეინკარნაციაში ესე იგი იცნობდით ერთმანეთს და ამ რეინკარნაციაში ისევ შეხვდით. ეს არის აი პირველი და ყველაზე უტყუარი ნიშანი კარმული ურთიერთობების. კარმული ურთიერთობა მაინც ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს, ხო? კარმული ურთიერთობა ნიშნავს, რომ თქვენ გააქვთ ერთმანეთის ვალი წინა რეინკარნაციიდან და ეხლა რა სახის ვალია, ეხლა ასე ზეპირად ვერ ვიტყვი, ინდივიდუალურია, ხო, მაგას გამოთვლა უნდა ცალკე, მაგრამ რაღაცა სახის ვალია, რის გამოც შეხვდით ამ რეინკარნაციაში და თქვენ გჭირდებათ რომ ეს ვალი დაფაროთ ერთმანეთთან, იმისთვის რომ თქვენი სურები განვითარდეს, ხო? ამიტომ ეს არის კარმული კავშირი, ხო? ეხლა როგორც ხვდები, ხო, აი თავიდან სხვანაირად მიდიოდა, მერე გახდა ტოქსიკური, ეს არის ხშირ შემთხვევაში კარმული ურთიერთობა. ძალიან კარგია ამ შემთხვევაში სინასტრის ცოდნა, რომ მე ვიცოდე თქვენი სინასტრია, ხო, ამ თავსებადობა პარტნიორებს შორის, რომ იქ უფრო კარგად გამოჩნდება, რა უნდა გესწავლოთ ამ ურთიერთობიდან, მას რა უნდა ესწავლა და როგორი თავსებადობა, ну, ასე ზეპირად ვერ ვიტყვი, ხო, მე არ ვიცი მონაცემები, ხო, ამ შემთხვევაში პარტნიორების, თუმცა თუ გვინდა რომ ასე დაშორდეთ, რა თქმა უნდა, კი დაბნელების პერიოდში ჯობია ხოლმე დაშორება, მაგრამ ისევ და ისევ შეიძლება რომ რაღაცა ფატალურად წავიდეს სცენარი. იმიტომ რომ ნებისმიერ სახის კონფლიქტი, საქმის გარჩევა, ეს ყველაფერი დაბნელების პერიოდში არ ვარგა, იმიტომ რომ 1000 მაგ ენერგიას აძლევს დაბნელება ამ ყველაფერს, ხო? ამიტომ აქ თქვენს პერსონალურ ტრანზიტებსაც გააჩნია, რა თქმა უნდა, როგორი პროგნოსტიკა გაქვთ ასტროლოგიურად, მაგასაც გააჩნია.
ქალწულისთვის როგორი პერიოდი. ეხლა დაბნელებებია საერთოდ ქალწულში და აი ქალწულს და თევზებს ეხება ამ ორ ნიშანს განსაკუთრებით, ხო? ეს დაბნელების პერიოდი. ხა მაინც ვერ ვიტყვით რომ ძალიან ისეთი ცუდია, მაგრამ უბრალოდ ეს ძალიან მძლავრი ცვლილებების და განულების ენერგია შემოდის, ესე იგი მათ ცხოვრებაში. მზე გვაქვს ქალწულში 22 სექტემბრამდე შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ეს მზის ენერგიებით უფრო ძლიერდებით ქალწულებო. რაც შეეხება ეხლა თხის რქებზე ვნახე კომენტარი, ეს დასაწყისშიც ვთქვი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. ვენერა შედის 19 სექტემბერს შედის, ესე იგი ვენერა ქალწულში და საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება უკვე ფინანსურად თხის რქებისთვისაც, ქალწულებისთვისაც და კურვებისთვისაც, ხო, ამ ნიშნებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა პერსონალურ ტრანზიტებსაც გააჩნია. მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით, ვსაუბრობდით პროგნოსტიკაზე, რა გვერის ამ პერიოდში, როგორ გავიაროთ მარტივად ეს დაბნელებები, რას ნიშნავს დაბნელებები და რა ფუნქცია აქვს მას, ხო? და ვსაუბრობდით ასევე ჩვენი ასტროლოგიური და ნუმეროლოგიური სერვისების განხილვაზე, ანუ დეტალურად განვიხილე ყველა სერვისი, რაც გვაქვს, იმიტომ რომ ბევრი კითხვა მოდის ხოლმე, ერთი და იგივე კითხვები და ბარემ, ესე იგი ამ ლაივში განვიხილე ყველა სერვისი, რას ნიშნავს, რას მოიცავს, რა ფორმატით იგზავნება და ასე შემდეგ, ყველაფერი განვიხილე და რა თქმა უნდა, ვინც ვერ დაესწრო ამ ლაივს, ჩანაწერს შევინახავთ აუცილებლად და ნახავენ ამ ლაივს. ამ ეტაპზე პროდუქციას რაც შეეხება, გვაქვს მარაგში, მეგობრებო, აურის გამწმენდი ჭხირები და სეიჯი. სეიჯი ანუ სალპი. გვაქვს წითელი ფერის ცოტა დარჩენილი და თეთრი ფერის გვაქვს ასევე. წითელი ფერის როგორც იცით, ავი თვალისგან იცავს და იზიდავს სიყვარულს, ხოლო თეთრი ფერის სეიჯი იდეალურია ენერგეტიკული წმენდებისთვის. ასევე აურის გამწმენდი ჭხირებიც, არომატული საოცარი სუნები გვაქვს ახლა მოგეთ. ალუბალიც არის, მარწყვის, პაჩული, ცოტა ცივი სუნები, აი ძალიან კარგი სუნები გვაქვს ახლა და გვაქვს ჯერჯერობით მარაგში და ვისაც შეძენა გსურთ, მეგობრებო, დასადგამებიც გვაქვს ამ ჭხირებისთვის და მოგწერეთ პირადში გვაქვს საკურიერო და ვაგზავნით უცხოეთშიც და აუცილებლად შევინახავთ ამ ლაივის ჩანაწერს. თუმცა მე როგორც ვთქვი Facebook-თან რაღაც დროის მერე იშლება და ჩვენს YouTube არხზე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი აუცილებლად მეგობრებო, იქ ინახება ყველა ლაივის ჩანაწერი და ყველა ვიდეოს ჩანაწერი იქ გვაქვს, ხო? იგივე სახელით არის, რაც Facebook-ზე ვართ, ხო? ანუ Astro Guru. იგივე სახით არის. და ვისაც გინდათ ჩაწერა კონსულტაციაზე, გვაქვს ამ კვირაში ადგილები მეგობრებო და შევინახავთ ახლა ამ ლაივის ჩანაწერს.